სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა. ადრეც იქნა გაცემული ამაზე პასუხი, მაგრამ ეხლა უფრო სიღრმისეულად დაინტერესებს ახალგაზრდა გოგონა ანიტა და მას აინტერესებს უფრო დეტალურად ეს ადგილი და საქმე ეხება მათეს სახარების 27 თავს, როცა სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმინდანი ცხეული აღდგება ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მოდით აბა მოусმინოთ ამას. გამარჯობათ, მე ანიტა მქვია, ჩემი კითხვა მდგომარეობს. როცა ჩვენ კვდებით, მაშინვე უფლის წინაშე მივდივართ. ამის საფუძველზე შეგიძლიათ ამისგან მათეს სახარების 27 თავის 52 მუხლი და მე ახლა წავიკითხავ ამ მოხლს. მე წავიკითხავ 50-დან. ხოლო იესომ კვლავ შეძახა დიდი ხმით და სული განუტევა. აჰა, მაღლიდან დაბლამდე ორად გაიხა ტაძრის კრესტამბელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები. კრესტამბელი ეს წმინდათა წმინდასთან შესასვლელი ტაძარში იცით. ჰეროდეს ტაძარშიც იყო იგივე, რაც სოლომონის ტაძარში და რაც მოსეს იცით კარავში იყო ეს ადგილი, ხო, რომელსაც ფარდით და აქ იყო ძალიან დიდი ფარდა, ამბობენ ეს ფარდა იყო ძალიან დიდი სისქის. არ ვიცი, მგონი 10 სანტიმეტრზე მეტი, თუ კიდე უფრო მეტი. სქელი ძალიან დიდი ფარდა ზემოდან ქვემოდან გაიხა. და მე-52-ში სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმინდანი ცხეული აღდგა. გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმინდა ქალაქში და მრავალს ეჩვენენ და ეს ფოტოც დავდევი ბიბლიის ხელოვნება რა არის ხელოვნური ინტელექტი აკეთებს ძალიან კარგ სურათებს და ფოტოებს და ეგეც გავაზიარე მე თქვენ რომ ნახოთ. ჯონ მაკარტური აზუსტებს. ანუ თქვენ ამბობთ რა დაემართათ იმ ადამიანებს? უნდა დაბრუნებული იყვნენ ზეციდან დედამიწაზე? და აუდიტორია ანიტა ეუბნება. დიახ, ჩემი კითხვა, თუ ჩვენ სამოთხეში მიდივართ, რატომ ცოცხლება ჩვენი დამარხული სხეულები ან რა ხდება? და ჯონ მაკარტური პასუხობს, დიახ, ისინი გარდაიცვალნენ, სამოთხეში წავიდნენ, მაგრამ აღდგომა მოხდა. ასე რომ ეს ერთადერთი გზაა მის სასახსნელად. ისინი მკვდრები იყვნენ, ისინი წმინდანები იყვნენ, ისინი გაცოცხლდნენ, რათა დაედასტურებინათ ქრისტეს აღდგომის ძალა, რომელიც მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ მალევე მოხდებოდა. ასე რომ ეს ძალიან უჩვეულო სიტუაცია, ეს შესანიშნავი კითხვაა და ძალიან უჩვეულო სიტუაცია. ხშირად მიფიქრე იმაზე, თუ რა ხდებოდა სამოთხეში, როდესაც უფალი ერთ დღეს გამოჩნდა და თქვა, კარგი, ვის უნდა უკან დაბრუნება? და შემდეგ ყველამ თქვა, ხუმრობ კაცო. სად გინდათ გაგზავნოთ და იერუსალიმში გინდათ გაგზავნოთ მესიის ჯვარსმის დროს, მაგრამ სწორედ ეს მოხდა. უფალმა თავის აღდგომის ძალა ქრისტეს სიკვდილითაც კი გამოავლინა და ამ წმინდანებს ღვთის გეგმაში დანიშნულება ჰქონდათ. შემდეგ კი შესაბამის დროს მას ისინი დიდებაში დააბრუნა, ამიტომ ეს დროებითი მისია იყო. და კიდევ ანიტას აინტერესებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ განვიკითხებით? უკაცრავად ბოდიში ვერ გაიგო ჯონ მაკარტურმა და ანიტა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ განვიკითხებთ გასაჭირის დროს, დიდი ურვის დროს. სწორედ ეს მაბნევს სხეულების დაბრუნებასთან დაკავშირებითო რა, სხეულები რო აღდგენენ, რომ ისინი დარჩებოდნენ, თუ როგორ იქნებაო ჩვენიო, ჩვენც აღდგებითო და დიდ ურვას გავივლითო, მე ეხლა თქვენ გეხმარებით რომ გავიგოთ, ხო? და ჯონ მაკარტური ვერ იგებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მე მესმის თქვენი კითხვა. ანუ დაკრძალულები გაცოცხლდებიან? არა, მხოლოდ ის ჯგუფი იყო ჯვარცმის დროს ჯონ მაკარტურიობა და ბოდიში ვერ ხვდები, კიდე ანიტა ვერ ხვდება. რამიმე გამორჩა ჯონ მაკარტური ეუბნება? კი, მგონი გამორჩა. მე გამორჩა ანიტა დაბნეული არის და მე აუდიტორიიდან ვინც დგას, პასტორები და ამხარ პასტორები ის ეხმარება ჯონს. პასტორ ჯონ, მგონი ანიტა გვეკითხება, თუ სიკვდილის შემდეგ მაშინ სამოთხეში მივდივართ, რა ხდება მათეს სახარების 27 თავში, როდესაც ეს ადამიანები აღდგებიან, მათი სხეულები აღდგებიან, ისინი კვლავ განიკითხებიან, თუ ეს სხეულები ღმერთთან სამოთხეში სამუდამოდ ყოფნისათვის არიან განწმენდილები, ესე იგი განდიდებული სხეულით მოვიდნენო? და უზუსტა ამან კითხვა. და ჯონი, არ ვიცით, ამბობს ჯონი. გულისხმობს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი სხეულები დაბრუნდნენ, რადგან ეს არის აღდგომა. ეს იქნებოდა განსაკუთრებული სხეული. ეს არ იქნებოდა დაცემული სხეული, ასე არ არის? გულისხმობს ეს ძალიან გავს ფერიცვალების მთას, სადაც მოსე და ელია მთაზე მოციქულებთან ერთად ხილული სახით გამოჩნდნენ. ნახეთ, უფალს შეუძლია თავისი მიზნების შესრულება. თუ მას წმინდანების რაიმე მიზნით დაბრუნება სურს, მას შეუძლია მათ განდიდებული სხეული მისცეს. არა, მათი განკითხვა აღარ ექნებათ. არ ექნებოდა მათი განკითხვა აღარ ექნებოდა. ეს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ისინი უკვე სამოთხისათვის არიან უკვე გადადებული და გამორჩეულები. კარგი კითხვა, მადლობა მოსმენისათვის.